მთავრობის წევრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მედიკამენტების ფასების საკითხი განიხილეს. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში წამლები არანორმალურად ძვირია, თუმცა პრობლემის რეალური გამოსავალი კვლავ ბუნდოვნად ჩანს. ისაუბრეს რეფერენტული ფასების დადგენაზე, ანუ სახელმწიფოს მიერ ვზღრული მაქსიმალური ფასის განსაზღვრაზე, რომლის ზემოთ კონკრეტული მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. თუმცა ამ მიდგომასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩდება. პირველ რიგში, რამდენად იქნება დადგენილი ფასები მედიკამენტების რეალურ საბაზრო თვითღირებულებასთან მიახლოებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავრცელდება თუ არა ეს რეფერენტული რეგულაციები საქართველოში არსებული მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე. ცალკე პრობლემას წარმოადგენს ბავშვის საკვები დანამატების, ანუ იგივე ფაფების და ჰიგიენური საფენების, იგივე პამპერსების არანორმალური, ხელოვნურად გაზრდილი ფასები. ეს და სხვა ყოველდღიური მოხმარების სააფთიაქო პროდუქტები საერთოდ არ ექცევა ფასების რეგულაციის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ეფექტური გამოსავალი იქნებოდა არა მხოლოდ ფასების ობიექტური რეგულაცია, არამედ სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობა აღნიშნულ კომერციულ სექტორში. კერძოდ, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სოციალური სააფთიაქო ქსელების შექმნა, რომლებიც მინიმალური ფასნამატით, საკუთარი რენტაბელურობის უზრუნველყოფით, მოსახლეობას ბაზარზე არსებულ სააფთიაქო პროდუქციას გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად მიაწვიდნენ. ამგვარი მოდელი სერიოზულ ბუნებრივ კონკურენციას შეუქმნიდა კერძო აფთიაქების მონოპოლიასაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკის საერთაშორისო გამოცდილება უკვე არსებობს და ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო ნამდვილად არ არის. მაგალითად, შვედეთში მედიკამენტების ფასებს დღემდე სახელმწიფო აწესებს, ხოლო აფთიაქების დიდი ნაწილი უშუალოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. შვედეთის ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე გამართულ და ეფექტიან სისტემად ითვლება. უბრალოდ უნდა აიღო და დააკოპირო. თუმცა სამწუხაროდ საქართველო დღემდე ვერ გამოდის ამ თავს მოხვეული, დრო მოჭმული თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პარადიგმიდან, ლამის კვაზი რელიგიურ დოგმად ქცეული ცრუ წარმოდგენებიდან, რომლებმაც პრაქტიკაში გამოიწვია მხოლოდ მოსახლეობის გაღატაკება და ხელისუფლებასთან აფილირებული მონოპოლისტების გამდიდრება.